ამ ორ ფოტოზე რომ გითხრან, აბა განსხვავება რა არისო? ალბათ იფიქრებ რომ რა ვიცი, მარტივია ძალიან ამის გარჩევა. იმიტომ რომ ერთი არის ლომი და მეორე არის გვიმრა. რა თქმა უნდა, გამოიყურებიან სხვადასხვანაირად და ასევე აქვთ სხვადასხვანაირი ფუნქციები. მაგრამ აღმოჩნდება, რომ თუ დავაზუმებთ თითოეულ მათგანზე და შევადარებთ ლომის უჯრედებს და გვიმრას უჯრედებს, დავინახავთ ძალიან ბევრ მსგავსებას. ცხოველურ და მცენარეულ უჯრედებს შორის არის რაღაც მსგავსებები და საკვანძო განსხვავებები. ამ ვიდეოში მოდი ვნახოთ ამ ორი ტიპის უჯრედებს შორის ეს მსგავსებები და განსხვავებები და ვისაუბროთ მათ ფუნქციებზე უჯრედებში. პირველ რიგში მოდი შევხედოთ უჯრედების მოდელებს. მარცხნივ გვაქვს ცხოველური უჯრედი და მარჯვნივ გვაქვს მცენარეული უჯრედი. და მოდი ჯერ ვიპოვოთ მსგავსებები ამ უჯრედებს შორის. შეიძლება გახსოვთ, რომ ცხოველურ და მცენარეულ უჯრედებს ორივეს აქვს უჯრედული მემბრანა, რომელიც კარიბჭესავით მუშაობს და აკონტროლებს რა შედის უჯრედში და რა გამოდის უჯრედიდან. ასევე ცხოველურ უჯრედებსაც და მცენარეულ უჯრედებსაც გააჩნიათ ჟელატინისებრი ნივთიერება, რომელსაც ეწოდება ციტოზოლი და რომელიც შეიცავს ორგანელებს, ანუ პატარა განყოფილებებს თავთავიანთი ფუნქციით უჯრედში. ორივე ტიპის უჯრედი, მცენარეულიც და ცხოველურიც, იზიარებს რამდენიმე ტიპის ორგანელს. მათ შორის ბირთვს და მიტოქონდრიას. ორივეგან ბირთვი ასრულებს უჯრედის ინფორმაციული ცენტრის როლს, სადაც უჯრედის გენებია, ხოლო მიტოქონდრია მუშაობს როგორც ქარხანა, რომელიც შლის შაქრებს და გამოათავისუფლებს ენერგიას, რომელსაც უჯრედი იყენებს. კარგი, ცხოველურ და მცენარეულ უჯრედებს შორის მსგავსებები ვნახეთ და ახლა მოდი ვნახოთ რა არის ფუნდამენტური განსხვავებები მათ შორის. როგორც დიაგრამაზე ხედავთ, მცენარეულ უჯრედებს კიდევ ერთი ფენა გააჩნიათ თავიანთი უჯრედული მემბრანის გარეთ. ამას ეწოდება უჯრედული კედელი, რაც მცენარეულ უჯრედს ხდის უფრო სტრუქტურირებულს და მყარს. გაიხსენეთ, როგორ გიჭამიათ ბოსტნეული და როგორ გიჭამიათ, თქვათ, ქათმის ან თევზის ხორცი და რომელი უფრო მარტივი, ჩასაკბეჭი და დასაღეჯია. ცხოველის კუნთოვანი ქსოვილი არის უფრო რბილი, ვიდრე მაგალითად ნიახური. და ეს არის უჯრედული კედლის დამსახურება. ასევე მცენარეულ უჯრედებს გააჩნიათ სპეციალური ორგანელები, სახელად ქლოროპლასტები, რომლებიც მიზეზია იმის, თუ რატომ არის მცენარეების დიდი ნაწილი მწვანე. მაგალითად ის გვიმრა, რომელიც ვნახეთ ახლახან. ქლოროპლასტები არის ადგილი, სადაც ხდება ფოტოსინთეზი. და ეს არის, როგორც იღებს მცენარე თავის საკვებს შაქრის სახით. ახლა შეიძლება გაგხსენებოდათ მიტოქონდრია, რომელიც ასევე კავშირში არის შაქართან, კერძოდ შაქარს შლის და მცენარეულ უჯრედებში ქლოროპლასტები და მიტოქონდრიები კარგად მუშაობენ ერთად. უჯრედული კედელიც და ქლოროპლასტებიც არის მცენარეულ უჯრედებში, მაგრამ არ არის ცხოველურ უჯრედებში, როგორებიც მე და შენ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ არ ვართ მწვანე. რომ შევაჯამოთ, გამოვყავით რამდენიმე მსგავსება და განსხვავება ცხოველურ და მცენარეულ უჯრედებს შორის. ორივე ტიპის უჯრედს აქვს უჯრედული მემბრანა, ციტოზოლი, ბირთვი და მიტოქონდრია. მცენარეულ უჯრედებს დამატებით აქვთ უჯრედული კედელი, რაც მათ ხდის მყარს და არა დრეკადს, და ასევე მათ გააჩნიათ ქლოროპლასტები, რომლებიც წარმოქმნიან შაქარს და მცენარეებს აძლევენ მწვანე ფერს. ეს ყველაფერი არის ძალიან მცირე ნაწილი იმ მსგავსებების და განსხვავებების, რაც მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს შორისაა. ამის შესახებ მით უფრო მეტს გაიგებთ, რაც უფრო მეტად შეხვებით ბიოლოგიას. მაგრამ ამ ვიდეოში რაც დავფარეთ, ეს განსხვავებები და მსგავსებები დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ რატომ განსხვავდება მცენარეული და ცხოველური უჯრედები ერთმანეთისგან. ამ განსხვავებების გამოა, რომ არ ვხედავთ, თქვათ, მწვანე ლომებს, რომლებიც ფოტოსინთეზს ახორციელებენ, ან პირიქით მცენარეებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ უჯრედის კედელი და ამიტომ არ აქვთ სტრუქტურა და არ არიან მყარი. იმედია ამ ვიდეომ ცოტა უფრო უკეთესი წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე, თუ რა განსხვავებაა მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს შორის.